მახეში რომ არ გაებად და მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, ამ ვიდეოს ვწერ. მოკლედ დღეს უცხო ადამიანი მიგზავნის შეტყობინებას მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მიგზავნის სურათს, ჩემი ახლობლის მეუღლის სურათს, ამ გოგოს სურათს მიგზავნის, რომელიც აქვს დასკრინული Facebook-ის პროფილიდან, ეს ხომ არის შენი ახლობელი გოგო, მისი ფოტოები არის ამა და ამ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე ატვირთული. მიგდეთ ლინკს. შედი ამ ლინკზეო და ნახავ წელს ზევით, სადაც ამ გოგოს სახე უჩანს მის სურათებსო. პირველი რაც იყო, რომ შოკი მივიღე, საჭესთან ვისხედით, მეგობართან ერთად ვიყავი, ტელეფონი ლამის ხელიდან გამივარდა, გავიყინე, მე ვთქვი, რამ გააგიჟა ეს გოგო, წავედი მის ქმარზე, მის ოჯახზე, ამ ტკბილ ოჯახზე და საერთოდ ჭკუიდან გადავდექი, 1000 სისულელე ვიფიქრე, მოკლედ ეგ სხვა თემაა. ამ ჩემ მეგობარს ვუთხარი, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება, არ მithქვამს, რა თქმა უნდა, ვისე იყო საუბარი, ამანაც არ არისო, კარგი ამბავიო, თო ესე იგი რაღაც ხდებაო და ვიღაც გავთხილებსო რა. გავგიჟდი და გადავედი ამ ტიპის გვერდზე. გადავედი, საკმაოდ ბევრი მეგობარი ყავს და საერთოდ ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე. 1-2 ტონის იქით ვიღაცები დავიმახსოვრე და მიწერე, რომ მე თქვი, დამისკრინე სურათები, შენ ხო უკვე შესული ხარ და ჩამიყარე თქო რა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ გადავედი ამ ლინკზე, იყო ის, რომ ჩემი შესვლით არ წასულიყო რაიმე ლაიქის სახით ამ სურათებზე, ან ჩემი გვერდი არ გამოჩენილიყო, სანამ რამეს გავარკვევდი. ერთადერთი მიზეზი იყო ეგ. და ჩამიგდე მეთქი რა, მეო ვერ ჩაგიგდებო, ლინკი ჩაგიგდეო შეენო და შედიო და გაარკვიეო რა. ვურეკავ, ერთხელ დაურეკე, მეორედ დაურეკე, მე დრო გავარკვიეო რა, კაი არ მიგდებ სურათს და რამდენად რა ხდება და დამბლოკა ამან საერთოდ სუჭკუიდან გადამდგა, ვიფიქრე ვიღაცა ნახე, რაღაცა ჯიგარია, შორიდან გამაფრთხილა, რაღაცა უბედურება ხდება და ნახე დამბლოკა რა. საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება და რა მახეში ვებმებოდი. იმ დამახსოვრებული რამოდენიმე ადამიანი რომ დავიმახსოვრე, არც ჩვენი საერთო რო იყო, უბრალოდ შორიდან ვიღაცებს მივწერე, რომ მე ვთქვი კაცურად, რაღაცა მჭირდებათ, არ არის კარგი ამბავი, რაღაც ისეთი ხდება და იქნება მეთქი რა, დამეხმარო, რომ ვინ არის თქო ეს როჟა რა, ვინ არის, რა ტიპია თქო, რომ რა ვიცი, რაღაცას ჯიგრულად მწერს თქო რა. არ ვიციო, ძმა ვარს წარმოდგენა არ გვაქვსო, აი 1-2-მა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არისო რა. თან თავის სურათები არ უწყია, ზოგადად აქვს რაღაცები ატვირთული. და რა ხდება ახლა? ესე სამიზნე თუ ხართ და ობიექტში ამოგიღო ვიღაცა, გიგზავნიან ძალიან შინაურის, ძალიან ახლობლის სურათს, რომელმაც შეიძლება უცბად შოკში ჩაგაგდოთ, როგორც მე დამემართა დღეს, რომ გავგიჟდი მე ვთქვი რა ხდება და ამ ცხელ გულზე ინტერესით, რომ რა სურათები აწყვია და რა ხდება, თან მეო ვურეკავ ამ ამტვირთსო და ვეუბნებიო, რომ ამ გოგოს სურათებიო აიღეო, ვაგინებო და ვერაფრით ვერ ავაღებინეო და იქნებო შენ მიხედო. და აი ამ მსგავსი ტიპის დიალოგზე შეიძლება ბევრი ადამიანი წამოეგოს ანკესზე და უცბად შეხვიდეთ იმ გვერდზე, შეხვალთ გვერდზე და გაგიტეხავენ თქვენ სოციალურ ქსელს. აი ესეთი ნაბიჯები არსებობენ. არ ვიცი, შეიძლება ეს ამბავი ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ მსგავს სიტუაციაში მე არ აღმოჩენილ ვარ. იცოდეთ და ფრთხილად იყავით. ეს იყო პირველი ჩემთვის და არ ვიცი, შოკი დამემართა. ერთადერთი მიზეზი გიმეორებთ, რატომაც არ შევედი, იყო ის, რომ რაიმე ლაიქი არ წასულიყო იმ სურათებზე, ან ჩემი გვერდი არ გამოჩენილიყო, სანამ რამეს გავარკვევდი. ყურადღებით მეგობრებო.